ეხა მინდა ეს ჯაფარიძის ის გაუშვი ერთი ეს წიწვი რო ყავს, წიწვი რა, პოლიტიკოსი თუ ხარ, მეტი მოგეთხოვება. არის ბოდვა ამ რეალობაში, არავისზე მეტი არ მომეთხოვება და საერთოდ არაფერი არ მომეთხოვებაო რა. ნუ ტიპი იძახის, ნუ ეხა გამაგებინეთ პოლიტიკოს თუ არაფერი მოეთხოვება. აქ რომ მეჯდა მაშინ და რო იძახდა რომ რაღაცა ჩვენцо რაღაცა 10,000 კასით ტანკებით გავისეირდო და მივეხმაროთო იმ უკრაინელებსო. უკრაინა იგებს ყველა ვარიანტში და პასუხი არ მოგეთხოვება ამაზე? პოლიტიკაში რომ მართლობაში რო ყოფილიყავი? უნდა გაგეკეთებინა ეს და პასუხი არ მოგეთხოვება? ან სააკაშვილმა რაც გააკეთა იმაში რა ქვია 2008 წელს პასუხი არ მოეთხოვება პოლიტიკოს? აბა რისი პოლიტიკოსია გამაგებინე რა? პასუხი არ მოეთხოვება 6 წლის ბავშვს რომელიც სახლში ზის. შენ ამხელა თავი რო გაბია, პასუხი არ მოგეთხოვება? იმიტომ ხარ მან სადაც ხარ და ყველანი რომ უპასუხისმგებლო მძორები ხართ რა და ვერც ხედავთ ამას რა. პასუხი არ მოეთხოვება თურმე პოლიტიკოს რაც გააკეთებს რა. მთელი ქვეყანა აბარია თავის შვილებით და შვილიშვილებით და არ მოეთხოვება პასუხი რა. აი, ეგ არის ამათი იდეოლოგია რა. რაც მინდა ვაკეთე და პასუხი არ მომეთხოვება რა. კარგით, გავუშვათ შემდეგი რა, ეს ხალბატონის ვიდეო რა, ჩერგოს სკრინი უпростоრეთ რა. მადიარმა რითიც მოიგო არჩევნები, ის ჩვენ უკვე გავწერეთ 9 ოპოზიციური პარტიის სტრატეგიულ შეთანხმებაში. აი, მაინტერესებს ვინ კარნახობდა და ვინ წერდა ვაფშე. რაზეც გაწერეთ ეგ ამბავი რა. ფურცელზე გაწერეთ, რავი, პაპირუსზე გაწერეთ, თუ რაზე გაწერეთ. ვაიმე რა გიჟები ხართ რა. ეხა ის მეორე ხალბატონი მაგივე იმიდან რა ქვია, კლასტერიდან. ჩვენ უნდა შევიდეთ ამ მოედანზე. ანუ რა მოედანზე ლაპარაკობს? პოლიტიკურ მოედანზე. ყველაფერს უყურებენ თავიანთი რეიტინგის და პოლიტიკური ამბიციების კუთხიდან. არა სულიერების, არა ეკლესიაზე ლაპარაკობს და ღმერთზე. ჩვენ უნდა შევიდეთ ამ მოედანზე ვიძახის. ჯერ შეშედი მაგ მოედანზე უკვე სულიერად. რა შუაში აქვს პოლიტიკა, შენი გუნდი და საერთოდ მაგ მოედანზე შესვლა შენი გუნდის. შენი გუნდი როგორც იყო მაგ მოედანზე შესული კი ვნახეთ იმ 9 წლის განმავლობაში. და რა შეურაცხყოფებსაც აყენებდნენ პატრიარქს, თუნდაც 26 მაისს სტადიონზე რო არ გამოუშვეს და გადაკეტეს იქ იმაში რა ქვია, საპატრიარქოში. და მერე იქ კიდე რა ქვია, საკურთხეველში რო შემოვარდნენ სამების ეზოში. აი ეგ არის თქვენი მოედანი. და ეხლა რა გინდათ რომ უცბად გადმოერთოთ აქეთ და აი გახდეთ ისეთი რა ქვია, მლოცველი მართლმადიდებლები, მარხველი და ისა ამ მოედანზე კიდევ გადმოერთოთ? კი ბატონო, მაგას რა ჯობია გადმოერთეთ. თუ მართლა გადმოერთები შენ მაგალითად და სხვის მაგივრად ნუ ლაპარაკობ ჯერ ეს ერთი რა. პოლიტიკურად უყურებენ ყველანაირ ამბავს რა. არა აქვს ამათთვის მნიშვნელობა მორალური, ამორალური, სულიერი, ფიზიკური, თუ რა ვიცი, მატერიალური, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამათ აქვს ერთი ის, რომ რამენაირად აი ეს რომ დაინახეს ახლა პატრიარქის უწმინდესის იმაზე ამხელა ხალხი და ამხელა ნაკადი და ამხელა მდინარე ხო სიყვარულის. აი ეს ხალხის თუ ამბავი თუ არ გავაკეთეთ, ვერ მოვიგებთ არჩევნებს და უნდა გადმოერთოთ ხა ამ მოედანზე. აი ეს არის რა თავის თვითონ იწვავენ რა. ისეთ რაღაცეებს სისულელეებს აბრეხვებენ რა. აი დიდა. კარგი, ეხა მინდა ისე ის ძველ წინა გადაცემაში რომ განახეთ, დღეს საერთოდ მინდა რომ ცოტა ისეთი განსხვავებული გადაცემა გავაკეთებ და ძალიან აქტუალურია რა. ეხა არამიასკრით დაუბრუნდები ისევ რა, რაც კი წინა გადაცემაში განახეთ, იმიტომ ამაზე ძალიან ვხალისობ რა. მე ვერ გავჩერდები, იმიტომ რომ ვიღაცა ვერ მეწევა. ანუ ისინი მისდევენ უკან, ეს მის და ისინი უკან მისდევენ.